ნახევარსაათში შევხვდებით. მანამდე კი სხვა ამბებსაც ამჯერად ქართულ ამბებსაც გადავავლოთ თვალი. კორნელი კაკელიძის სახელობის ეროვნულ ცენტრში დღეს ორი პროექტის პრეზენტაცია გაიმართება. ესენია ქართულ დასურათებულ ხელნაწერთა გაფორმებაში ჩართული მინიატურების მონაცემთა ბაზა და ბიბლიური სიუჟეტები ქართულ ხელნაწერთა გაფორმებაში, ლიტერატურული და იკონოგრაფიული წყაროები. პროექტები შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის მიერ გამოცხადებული საგრანტო კონკურსის ფარგლებში დაფინანსდა. პროექტის ფარგლებში გამოიცა ქართულ ხელნაწერთა გაფორმებაში გამოყენებული ბიბლიური სიუჟეტების ალბომი და ასევე შეიქმნა ხელნაწერებში ჩართული მინიატურების ორინოვანი ელექტრონული ბაზა. ბაზაში შეტანილ მინიატურთაგან ყველაზე ძველი 897 წლით დათარიღებული ადიშის 4 თავია. ხელნაწერებში ჩართული მინიატურები და ტექსტები მნიშვნელოვანი წყაროა შუა საუკუნეების ქართული ხელოვნებისა და ლიტერატურის შესასწავლად. ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი ძალიან აქტიური არის, ყოველთვის ჩართული არის ჩვენს პროექტებში. დიდი მადლობა მათ კონკრეტულად ამ პროექტების ავტორებს და მინდა რომ მათ მოუწოდო რომ საომავლოდაც გააგრძელონ ესეთი მნიშვნელოვანი პროექტების კეთება და ნებისმიერ მსურველს, ნებისმიერ ჩვენ მეცნიერს მოუწოდებთ რომ არა მარტო ქართველოლოგიური და თქვათ ესეთი ტიპის პროექტებში და სამეცნიერო მიმართულებებში, არამედ ზოგადად ყველა ტიპის მიმართულებით შემოიტანონ განაცხადები ჩვენს კონკურსებში. პროექტის ფარგლებში დაიწერა პროგრამა პროგრამისტის მიერ და განხორციელდა შედგა ეს ბაზა ქართულ მეცადეთ შეძლების დაგვარად სულაც წარმოგვეჩინა რა თქმა უნდა ჩვენს კოლექციაში დაცული მოხატული ხელნაწერებიდან მინიატურები და ასევე სხვა მაგალითად სვანეთის მესტიის მუზეუმის არაჩვეულებრივი მინიატურები მესტიის მუზეუმის სახარებებიდან ხუთივე მოხატული ხელნაწერიდან.